გამარჯობა მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ლევან მეტონიძე. ლევან, გამარჯობა გენცვალე. გამარჯობა ნიკა, მივესალმები შენს მაყურებელს, ჩვენს გაიხარე, კი ბატონო, გაიხარე. მოხარული ვარ, რომ მე სტუმრე და ჩემი აზრით მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. აფხაზეთზე მინდა რომ გავაკეთოთ აქცენტები. ჩვენ მაყურებელმა იცის, რომ შენ ამ თემით ძირეულად ხარ დაკავებული. ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გამოსწორებით, ლინგვისტური პლატფორმის საფუძველზე, რაზეც აბსოლუტურად გეთანხმები და მე მსურს შემდეგ თემაზე გესაუბრო. გავწერდა ერთ-ერთი მართლმადიდებელი რუსი უდელთავარი ხმამაღალი ნათქვამია, მოკლედ სასულიერო მოღვაწის მოქმედი უდელია. საკმაოდ ისეთი კვახე განცხადება იყო აფხაზეთის მიმართ ერთი შეხედვით. ამას მოყვა ერთ-ერთი გოგონა არის რუსულ ენაზე საუბრობს და კარგად ამბობს აფხაზკა და მე შლით თელ თემატიკას და ამაზე მინდა რომ გესაუბრო და მაგრამ სანამ ამ თემებზე გადავალ და დეტალებს ჩაუღმავდებით, რა საფრთხის შემცველია ეს ყველაფერი. მე მინდა ზოგადი სურათის კომენტარი გავაკეთო და შენი აზრი მაინტერესებს. აი ეს ურთიერთობა, რაც თითქოს ჩვენ ორი ქვეყნის შორის უნდა დამთვარიყო, რუსეთ-საქართველოს გულისხმობ და რაღაც ბოლო პერიოდია რაღაც უცნაურად წავიდა და ის ფაქტია, რომ ჩვენ ახლა აფხაზებთან დალაგებას რუსეთის კეთილი ნების გარეშე გაგვიჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელიც არის, ხო და რას ფიქრობ? რა პერსპექტივა აქვს საერთოდ 4 წლინახევრის მერე მე პირადად ამას არ ველოდი, მაგრამ ეს რეალობა დადგა და რას ფიქრობ? შენი აზრი მაინტერესებს და მე გადავიდეთ უშუალოდ აი იმ ორ თემაზე, რაზეც გვინდოდა საუბარი, რაც მე ვახსენე. საკმაოდ რთული თემა, მე თუ მკითხავ, ჩვენ ახლა ხელისუფლების შიგნით არა ვართ, საქაღალდეები ჩვენთან არ მოაქვთ და შიდა ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა პრინციპში ახალი არც არაფერი არ არის, იმიტომ რომ ქალბატონმა ბოჭორიშვილმა გააკეთა ის განცხადება, რაც ტრადიციულად კეთდებოდა, რომ მანამ სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დიალოგი და ასე შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები თავისთავად არის შეუძლებელი და ამაში არაფერს განსხვავებულს მე ვერ ვხედავ წინა რიტორიკისა და განცხადებებისაგან. უბრალოდ შეიძლება გააკეთო განცხადება და სიტუაცია დაძაბო და შეიძლება განცხადება არ გააკეთო და ისე დორეთ გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა. და რახან გაკეთდა ეს განცხადება, ვფიქრობ რაღაც ერთგვარს სიახლეს უნდა ველოდოთ და გამოჩნდება, აი კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ის რომ ხისტი განცხადება საქმეს რო არ წაადგება რაღაცა ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზაციისაკენ, ეს ცხადია, მაგრამ ეხლა ისეთი განცხადებები მაინც არ კეთდება, ხო, სააკაშვილის და თავად სააკაშვილი რო აკეთებდა, რომ ისე მოგხვდებათ კბილებში, ძველი დრო არ გეგონოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ის დემონსტრაციული დაჭერები FSB-ს ჯაშუშების, თუმცა ეხლა დაიჭირეს ერთი კონკრეტული ადამიანი. რაღაცები მსგავსებები შეგვიძლია დავინახოთ, ოღონდ უფრო დაბალი გრადუსის. რას მოიტანს ეს, მომავალი გვიჩვენებს. მაშინ დავუბრუნდეთ უშუალოდ ჩვენ ძირითად თემას. როგორ ფიქრობ? ეს მუდელსახურის ეს განცხადება რეალურად რას ემსახურება? მას მართლა სურს, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს დადებითად, მოხდეს დიდი შერიგება თუ ამის უკან რამე სხვა იმალება? რა საფრთხე არის საერთოდ? იცი რა, აქ ამ მაღალჩინოსანი, ამ მაღალ იერარქის იაკიმ ჩუკი გვარი დამოვიწყო სამწუხაროდ.
ცნობილი ვიდეოა შეიძლება ხო, საზოგადოებაში. ყველამ ნახა უკვე ეს. ესე იგი, ეს არ იყო საერთოდ არანაირი ერთგვარი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დათბობას არ ემსახურებოდა ეს განცხადება. ეს განცხადება, ჩემი აზრით, იყო საკმაოდ აგრესიული აფხაზების მიმართ, ან აფსუას მიმართ. როგორც გვინდა ისე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ ამას იქ მყოფ ადამიანებს უწოდოთ. ესე იგი, მან პრინციპში თქვა, რომ ესენი არიან ადიღეელები და აქ მათი არაფერი არ არის, ასე იგი ის ისტორიული მემკვიდრეობა, რაც არის ქართული ისტორიული მემკვიდრეობა ნამდვილად ამ ადამიანმა აღნიშნა, რომ აქ ამათ არავითარი ხელი არ ურევია რა, ის მშენებლობაში, დამწერლობა, ფრესკა და ასე შემდეგ და ესე იგი, აფხაზეთის რეგიონი მძვინვარებს, შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ აი ითხოვენ პატრიარქი კირილესაგან, რომ თუ არ ჯვარს და იმას თუ არ აყრის ამას, ბოდიში მაინც მოახტევინოს, რომ მაგრამ იქეთა მხრიდან არის ჯერჯერობით დუმილი და ეს განცხადება ახლა არის კარგად ჯდება დანარჩენ საქართველოში ხაზი გაუსვათ მოკლედ ტერმინებს აფხაზეთის რეგიონი და დანარჩენი საქართველო. იმიტომ რომ ვიღაცები ამბობენ აფხაზეთი, საქართველო, აფხაზია, გრუზია, ასე სწოდავენ ჩვენი თანამემამულეები და ეს არ შეიძლება. სემანტიკის დონეზეც უნდა იყოს დაცული. აფხაზეთის რეგიონი და დანარჩენი საქართველო. ანუ დანარჩენ საქართველოში ადრეც მithქვამს შენს ეთერში, რომ ორი პარტია არსებობს, ომის პარტია და მშვიდობის პარტია. ომის პარტია კიდე გავიმეორებ, რომ არის შედგება ადამიანებისაგან, რომელიც აცხადებენ, რომ ომით დაკარგულს, ომითვე დავიბრუნებთ, სხვა შანსი არ არის. თუმცა რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, მათ ეს ხელ არ ეწიფებათ და ელოდებიან რუსეთის დაშლას. აი ასეთი ომის პარტიაა ჩვენში და მშვიდობის პარტია კი მოგახსენე, ესენი არიან ადამიანები, რომელსაც უნდათ მშვიდობიანად საქართველოს გაერთიანება, მაგრამ არ იციან როგორ უნდა მოხდეს ეს. მე მივეკუთვნები მშვიდობის პარტიას და რაღაც ჩემი გარკვეული მონახაზი პროექტი მაქვს და ვცდილობ ეს გავაჟღერო. ესე იგი, ეს უფრო იყო დაჯდა ომის პარტიის ნარატივზე, რომ ესენი არიან აფსუები, ესენი გადმოხეტებულები თუ გადმოთესლილები, ვაჟა-ფშაველას ტერმინი რო გამოვიყენოთ, ანუ უცხოთესლი ქართულ მიწაზე და ერთგვარი სატოპკე აუწია მოკლედ ამ იმას ომის პარტიას ამ განცხადებამ და თუმცა დიდი იყო სიხარული, უსუათ რო ვთქვათ, ზლარაცდვა ასეთი ადამიანებისაგან და მეტი არაფერი, ბუნებრივი ახლა კონკრეტულად არ ჩვენი ეკლესია არ გამოხმაურებია ამ ფაქტს, რაც არის ძალიან სწორი, ანუ ეგ მნიშვნელოვანი იყო, ეგ მენიშნე კარგად. პროვოკაციულ იმას გავს განცხადებას რაღაცას, რაც ჩვენ უნდა კარგად ავწონოთ და რაღაც პოსტფაქტუმ კომენტატორებად არ უნდა ვიქცეთ, რომ აი ასე თქვა და მეტი არაფერი. ანუ შევეცადოთ ჩაუღრმავდეთ, რომ რატომ კეთდება ხა ეს ასე და ჩვენი მხრიდან ესე იგი ამ თემას ასე რომ ავიტაცოთ, რომ აი რუსებმაც კი ეს აღიარეს და ეს ჩვენთვის კარგია, მე ვფიქრობ, რომ ამაში არაფერი კარგი არ არის, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ფაქტიურად ცეცხლის გაკიდება მშრალ თივაზე და ეს ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მშვიდობიანი გზით აფხაზეთის შემოერთება, ამ ხალხის შემორიგება პირველ რიგში და ისე გაერთიანება ჩვენი სამშობლოს. ანუ ტერიტორიული მთლიანობაც კი უკვე მოძველებული ანაქრონისტული ტერმინია. ჩვენ ამ ტერმინსაც უნდა ჩემი აზრით გამოვემშვიდობოთ და რაღაც სამშობლოს გაერთიანება და რაღაც ამდაგვარი ტერმინები უნდა გამოვიყენოთ და თუ კი ესე იგი დებს და ძმებს ასეთი რიტორიკაც ხო არის, რომ აი ჩვენი დები და ძმები, აფხაზები და ოსები, თუ ამას ვამბობთ, ანუ არ შეიძლება ამავე დროს თან იმას ვამბობდეთ, რომ ანუ აფსუა, ჩამოსული და რაღაც ახლა მე და შენ ემიგრანტები ვართ და
თუ რაღაც ფაშისტურმა იდეოლოგიამ არ გაიმარჯვა, მაგალითად გერმანიაში, ჩემთან ვერავინ ვერ მოვა და ვერ მეტყვის, რომ შენ ახლა ადექი და აიკარი შენი გუდანაბადი და წადი აქედან და ის ნარატივი რაც არსებობს, რომ ესენი 300 წლის წინ გადმოსახლდნენ, ანუ ხო სიგიჟეა რა 300 წლის წინ გადმოსახლებულ ადამიანს უთხრა, რომ წადი ახლა აქედან და ნარატივი რატო არის ასეთ კონფლიქტებში საშიში. თავიდან ჩდება აზრი, რომ აი მაგალითად ქართველები არიან ბერიას ჩამოსახლებულები და აქ არასოდეს არ უცხოვრიათ, ხო? ეს არის ნარატივი. თუ კი ნარატივი გამყარდა იარაღის ძალით, მერე ეთნოწმენდა უკვე ის დღეების საქმე ხდება, ხო? იგივე სიტუაცია ომის პარტიასთან, ვინც დანარჩენ საქართველოშია, ხო? ამბობენ, რომ ეს არის აფსუას ტომი, გადმოსახლებული 300 წლის წინ და როგორც კი ეს იარაღის მეშვეობით გამყარდება ნარატივი, ანუ ჩვენც გამოდის, რომ იგივე უნდა გავაკეთოთ, ხო? ჩვენც ეთნოწმენდა უნდა ჩავატაროთ. ხო, ეს ეთნოწმენდა, რომ სად უნდა გაუშვათ ეს ხალხი, არ ვიცი, მაგრამ ნუ ასეთი წარმოდგენები არსებობს, ხო? ანუ რუსეთი ან რომ დაიშლება, ან კიდე როდესაც რუსეთს ამგვარი ინტერესი გაუჩნდება. ეს არის სახიფათო და ასეთ განცხადებებს უნდა კარგად აწონდაწონვა, აი რომ რა დამოკიდებულება უნდა შევიმუშაოთ ამ ყველაფრის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს, რომ ეს ხალხი არის ჩვენი ხალხი, ჩვენ საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდით ერთად და შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა გარდა შერიგებისა. და შერიგება გულისხმობს იმ სიღრმეებში ჩასვლას და იმ კონკრეტული ფესვის პოვნას, რის გამოც არის კონფლიქტი მომხდარი. და ჩვენ ახლა გვერდით რომ გავწიოთ, თქვათ, რუსული ფაქტორი, როგორც გეოპოლიტიკური დგენელი ამ საკითხისა, ხო, ერთ-ერთი ურთულესი გადასალახავი ფაქტორი, უბრალოდ ადამიანურ დონეზე უნდა დავფიქრდეთ, რა პრობლემა აქვს აფხაზს ჩვენთან. რა არის მისი აი ეს ძირეული პრობლემა, რომ ის ვერ ცხოვრობს ქართველთან ერთად და აუცილებლობა დადგა იმისა, რომ ქართველი უნდა გაეგდო იმისათვის, რომ თავის პროექტი განეხორციელებინა. აი ამ სიღრმეებში თუ არ ჩავედით და ვიფიქრეთ, რომ აი მაინდა-მაინც ესა რა ქვია, ხარბ აფხაზს მოუნდა ესა შეძლებული ქართველის ესა კეთილმოწყობილი კარმი დამოდა, ამიტომაც გადაწყვიტა ამ ყველაფრის გაკეთება. ხო, ანუ ეს მე მგონი არ არის სერიოზული და ცოტა ზედაპირულია და ამ სიღრმეებში თუ შევეცდებით ჩასვლას, მოკლედ უფრო კაფეო სურათს დავინახავთ და ეს სამწუხაროდ ჩვენი მხრიდან ცოტა ეს ზერელეთ კეთდება, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩემი აზრით. მე რო გოგონა ვახსენე, ქალბატონი, რომელიც ამბობს თავის ერთ-ერთ ვიდეოში და ეხლა უბრალოდ იმიტომ არ ვაკონკრეტებ, რომ მრავლად არის უკვე YouTube სივრცეში. აფხაზი ეროვნების ახალგაზრდა როგორც შეგვიძლია თქვათ გორნი პულს, ასე ქვია მის პოდკასტს. ხო, არ მახსოვდა და კაი არის, იმიტომ რომ როგორც ახალგაზრდა ქალები, ასევე ახალგაზრდა მამაკაცები საუბრობენ იმაზე, რომ რა იშველება აფხაზურ იდენტობას, რა იშველება აფხაზურ ენას და უკვე კარგად გძნობენ, შენ ამას დიდი ხნის წინ ამბობდი, რომ შეექმნებათ პრობლემები, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ კირილიცა არ არის მათი ენის საშველი და აი ეს გოგონა ერთ-ერთ თავის ვიდეოში საუბრობს იმაზე, რომ ესე იგი აფხაზური ისტორია თურმე არ ისწავლება აფხაზურ ენაზე, ანუ რუსული განათლება მიდის, რომ აღარაფერი თქვათ ზუსტ მეცნიერებებზე, ისეთები როგორც არის მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა და ასე შემდეგ და გამოდის, რომ ისინი არიან ნომინალურად აფხაზი ეროვნების ხალხი და რეალურად არიან რუსეთის დაქვემდებარებაში ერთ-ერთი რეგიონი და რომელსაც მიზანმიმართულად ეუბნებიან, რომ თქვენი ენა უნდა გქონდეთ ბუნებრივია, მაგრამ შეეჩვიეთ რუსულ დამწერლობას, შეეჩვიეთ რუსულ განათლებას და ალბათ 10-15 წელიწადში თქმაც აღარ დაჭირდებათ, იმიტომ რომ იდენტობა ექნებათ ელემენტარულად დაკარგული. გამიკვირდა, რომ ზუსტად ახალგაზრდებმა დაიჭირეს ეს მომენტი.
და ჩვენმა თაობამ ალბათ ამას ნებით ან უნებლიეთ შეეგუენ ამ მომენტს რა, იმიტომ რომ ნადავლი აქვთ, რისთვისაც იომეს თვლიან, რომ ეს მათ ეკუთვნით და ეხლა უბრალოდ კონფორმისტულ ურთიერთობაში შევიდნენ როგორც საკუთარ საზოგადოებასთან, ასევე რუსეთის ფედერაციასთან. რას ფიქრობ შენ, აი ეს ახალგაზრდული ტალღა რამე ცვლილებას შეიტანს აფხაზურ საზოგადოებაში? ნუ ისინი ცდილობენ ახლა ყოველ შემთხვევაში ისინი ხედავენ რომ მათი ენა ქრება და ენის გაქრობასთან ერთად გაქრება ეს აფხაზური რაობა, რასაც იდენტობა ქვია, რა თქმა უნდა. და ბუნებრივია ისინი ამ ყველაფერზე წუხან და გარკვეული წრეებიც აქვთ ეს Facebook-ის მეშვეობით თუ იქნება სოციალური ქსელების მეშვეობით და ისედაც სადაც ერთმანეთს უკავშირდებიან და აფხაზურად საუბრობენ, ანუ ცდილობენ რომ აფხაზურად ისაუბრონ. მაგრამ ეს ანუ აფხაზური საუბარი კარგია, მაგრამ ამ საუბარს სჭირდება ფურცელზე გადატანა, ანუ აზრს სჭირდება ფურცელზე გადატანა და განვითარება, ანუ ჩაშვება გარკვეულ მასისთვის, რომ მასისთვის გახდეს ხელმისაწვდომი და ანუ ზეპირსიტყვიერებას თუ პრობლემა იქაური მასისთვის, ბუნებრივია რთული არის ბეჭდური გარკვეული ტექსტის წაკითხვაც. და ნუ ეს გოგონა ახლა იმ თავის პოდკასტში რეალურად სამი პრობლემა გამოყო, რომელიც ჩემი აზრით არც ერთი არაა ძირეული და არის მეორე და მესამე ხარისხოვანი. იმ თვალსაზრისით, რომ იგი ვერ წვდება ან არ იცის და ან თუ იცის უბრალოდ არ ახმოვანებს იმ ისტორიულ შეცდომას, რაც მისმა წინაპარმა დაუშვა სულ რაღაც 100 წლის წინ, ანუ 1925 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის მეშვეობით, ანუ როდესაც დაიპყრეს მთელი ეს ჩვენი ქვეყანა და ანექსია მოახდინეს, მათ ლენინ ტროცკისტულმა ძალამ აფხაზეთს ფაქტიურად დამოუკიდებლობა მიაკუთვნა და ცალკე იყო დაახლოებით 9 წელი აფხაზკაია ASSR ასე ქვიოდა თორცდები. და 1925 წელს მათ გამოთქვეს, მოკლედ შეიკრიბნენ ეს აფხაზური ელიტა და გამოთქვეს აზრი, რომ სახელმწიფო ენა უნდა ყოფილიყო რუსული. 25 წელს, ხო? 25 წელს, კი. და ადლეიბა, ლადარია, კიდე რამოდენიმე ადამიანი იყო, აღარ მახსოვს ყველას გვარი. თქვეს, რომ ეს რუსული ენა უნდა იყოს, მოკლედ, მთავარი სახელმწიფო ენა, რასაც ქართველები შეეწინააღმდეგნენ. იყო ჩვენი მხრიდან იყო ბოკუჩავა და საკმაოდ ოდიოზური ფიგურა ისააკ ჟვანია. მეგრული სეპარატიზმის ერთ-ერთი ინიციატორი. ხო. ისიც კი ამას ეწინააღმდეგებოდა და ეუბნებოდნენ, რომ რუსული ენა არ იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოდი იყოს აფხაზური და ქართული სახელმწიფო ენა. ისინი არ დათანხმდნენ ამაზე. ეს რას შეიძლება მივაწეროთ? პირველ რიგში იმას, რომ იმ დროისთვის არსებული აფხაზური ენა იყო ფაქტიურად ემბრიონის დონეზე შესაძლებლობებით და ასევე არასრულფასოვნების კომპლექსი აფხაზური ელიტის ქართული ენის მიმართ. და მათ ამჯობინეს რუსული ენა და ნუ როგორც ჩანს ფიქრობდნენ, რომ ისინი ამით რაღაც პერიოდს მოიგებდნენ. ისმის სანამ თქვათ იქნებოდა რუსული ენა მათი სახელმწიფო ენა, ამ პერიოდში ისინი მოახერხებდნენ აფხაზურის იმგვარად გაძლიერებას, რომ მერე გადაიყვანდნენ რუსულიდან აფხაზურზე. მაგრამ სტალინის და ბერიას დამსახურებით ავტონომიური რესპუბლიკა შემოვიდა საქართველოს წიაღში და დამყარდა ფაქტიურად რუსიფიკაცია იმ დონეზეც კი, რომ ქართული ენის პრობლემა თავად ქართველებსაც შეექმნათ.
და ქართველებმაც კი დაივიწყეს სამწუხაროდ და აფხაზურ მეგრული დომინირებდა, ასე ვთქვათ, ადგილობრივ ენებს გულისხმობ. აი რაღაცა საყვალპუროთ, ასე ვთქვათ რა. თუ არა, რუსიფიკაცია წავიდა სრულად რეგიონის და ანუ ეს ამ გოგონამ ალბათ არ იცის და ეხლა ასახელებს პრობლემას, რომ მთავარი პრობლემა აფხაზური ენის არის დღევანდელი ხელისუფლება, დღევანდელი მედია და განათლება. და ეხლა ჩვენ რო გავიხსენოთ ჩვენი წინა ეთერი, რუსულად ჩავწერეთ თუ არ ვცდები ჩვენი ეთერი. ერთი რუსულენოვანი. იქ ჩვენ ვაჩვენეთ სეპარატიზმის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აჩბა, რომელიც ამბობს, რომ ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ აფხაზური სახელმწიფო შედგეს, არის აფხაზური ენის აღორძინება ყველა დონეზე. არა მარტო თეატრში, გაზეთში, იმაში, ტელევიზიაში და ასე შემდეგ, არამედ ყველა დონეზე, ყველა მაღალ ეშელონებში. ანუ საქმის წარმოება და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით კულტურული ავტონომია ჩვენივე სახელმწიფოში. და ამას ქართველებიც კი არ გვიშლიდნენ, აი ამას ამბობს. რაც არის აი ისტორიული ფაქტი და ჩვენთვის ძალიან ხელჩასაჭირი და მინდა გითხრა, რომ პირველ რიგში ანუ განათლება, მოდი ასე უკნიდან დავიწყოთ ამ გოგოს გამოყოფილი სამი პრობლემა. პირველი არის განათლება, ანუ ხომ მოიპოვეს მათ დამოუკიდებლობა, ეგრეთ წოდებული. უნდა დაეწყოთ ფაქტიურად აჩბა საუბრობდა დერუსიფიკაციაზე, აფხაზეთის დერუსიფიკაციაზე. მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ესე განათლების საკითხი ჩავარდა. არ მოხერხდა, ხო? კი, იყო მცდელობა რომ რაღაცა ყოფილიყო აფხაზური სკოლა, აფხაზო და არის კიდევაც, მაგრამ ნუ სულ ზღაპავს, ასე ვთქვათ. მედია ახლა მედია როგორ იქნება, ვთქვათ, აფხაზური კი არის, მაგრამ 10 სიტყვაზე ავიღოთ ასე რომ 10 მედიიდან ვთქვათ, ერთი ან ორია ვთქვათ აფხაზურ ენოვანი, დანარჩენი რუსულ ენოვანია. ან ესეც შენი მედია. ანუ აუწყელობს იმ იმაზე სეგმენტზე, რომელიც გებულობს. ხო? და ის აფხაზური მედია რაც არის, ის ახლა სიმბოლურად ადამიანი ჩართავს და რაღაცას მოისმენს. მაგრამ არა. ძირითადად არის და ელიტაც არის გათქვეფილი ამ რუსულ სივრცეში. რუსულ სივრცეშია გათქვეფილი და მას თავისთავად უწევს საუბარი რუსულად. არის მცდელობები, კი, გამოდიან და ხანდახან მომისმენია, რომ რაღაცას აფხაზურად ამბობენ. ძირითადად დაწერილს კითხულობენ. ანუ უნასთან დგას ადამიანი და დაწერილს კითხულობს აფხაზურ სიტყვას. და როდესაც მე ვსაუბრობ, რომ თავარი პრობლემა აფხაზური ენის არის მისი დღევანდელი დამწერლობა კირილიცა, ამაში პრინციპში არავინ არ არის შემდავებელი. რა, ვერავინ შემედავება, თუმცა მე არა ვარ ესა ენათმეცნიერი, მაგრამ აი სოციოლოგიური თვალსაზრისით კაფიოდ ჩანს, რომ აი მაგალითად რომ მოვიყვანოთ ანალოგია, რომ მანქანას, რომელსაც აქვს ბენზინის ძრავი, თუ ჩაასხა მასში დიზელს, ის მანქანა არ ამუშავდება. ასეთივე არის ამ შემთხვევაში ანბანი. ანბანის საკითხი არის ასე აფხაზური ენის მთავარი პრობლემა, რომელიც არ გახდა მასების ენა და დამწერლობა. ერთეულები, ახლა ძალიან ნიჭიერი ადამიანები ამას ახერხებენ, კი ბატონო, მაგრამ მასების ენა თუ არ არის, რა სახელმწიფო ენაა მაშინ, ხო? ჩვენ კონსტიტუციაში წერია მასე, რომ აფხაზური ენა არის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაზე სახელმწიფო ენა, მაგრამ დაბრუნების შემთხვევაში ვთქვათ, ახლა რომ ვთქვათ, რომ დაბრუნდება ქართველობა, ისინი ამ სახელმწიფო ენას დაეუფლებიან? ვერ დაეუფლებიან. თავის დროზეც ვერ დაეუფლენ. თან იმ ხალხმა, ვინც ეს დიდი შეცდომა დაუშვა 100 წლის წინ, ასევე ქართველებმაც შეცდომა დაუშვეს იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ გამოიჩინეს ის ინიციატივა, რომ აფხაზებისთვის სტიმული მიეცათ, რომ მათ თავიანთი ენა გაემყარებინათ. ჩვენ ქართველობას უფრო მეც რო ცოდნოდა აფხაზური ენა, ის ფობიები და კომპლექსები, რაც მაშინ იმ დროინდელ აფხაზებს ჰქონდათ ქართული ენისადმი,
ეს ფობიები და კომპლექსები მოიხსნებოდა. თუკი ქართველები და აფხაზები საერთო ენაზე ისაუბრებდნენ, აფხაზურათაც და ქართულ ენაზეც. მაგრამ რახან რუსეთმა დომინაცია გამოიჩინა ამ ლინგვისტურ საკითხში, ქართველიც მოეშვა და აფხაზიც. გარუსტა ასე მთელი რეგიონი და ფაქტიურად მთელი მოსახლეობა. შესაბამისად, ეს არის პრობლემა და ეხლა დანარჩენ საქართველოში ვrჩებით რაღაცა ძველი აღთქმის ადამიანებად რა, რომელთა პრინციპი იყო არ გაუკეთო ადამიანს ის, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთო. ხო, ეს იყო ძველი აღთქმისეული პრინციპი და იესო ქრისტემ უფალმა ჩვენმა ეს ახმა და ეს პოზიცია, ასე ვთქვათ, პასივიდან გადაიყვანა აქტივში და თქვა მოიქეცი ადამიანს ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცე. ესმის და თუ ჩვენ არ გარდავიქნევით ახალი აღთქმის ადამიანებად, ჩვენ არასოდეს ვერ გავიგებთ თუ რა უნდა ჩვენს ვიზავის ამ შემთხვევაში აფხაზს თუ აფსუას. ესმის, ანუ ეს არის პრობლემა და მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა. არ უნდა არც გარუსება, არ უნდა არც გაქართველება და არც ადიღეულობა არ უნდა. ანუ ეს პოლიტიკური იდენტობა მას გაუმყარდა უკვე 33 წლის მანძილზე. მანამდე თუ იყო ჩვეულებრივი ეთნოსი ჩვენს საერთო სახელმწიფოში, დღეს უკვე 33 წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც დროშა, ჰიმნი, 2000 კაციანი ჯარი თუ რაღაც, ანუ ეს სახელმწიფოს ნიშნები რაც შეიძინა, ავად თუ კარგად, იქაურ მოსახლეობას ეს პოლიტიკური იდენტობა ჩამოუყალიბდა. და თუ ჩვენ შევძლებთ გარკვეულ საერთოზე ვისაუბროთ, ის გაუკეთოთ, რაც მათ, რაც ჩვენ გვინდა რომ გაგვიკეთონ. ესმის, ანუ ჩვენ ვცეთ მათ პატივი აფხაზურად, მათთან აფხაზურად საუბრის. ისინი წესით პატივი უნდა გვცენ ქართულად რომ მოგმართონ და გველაპარაკონ და ეს საერთო სივრცე გავაჩინოთ. და თუ ახლა ისე რუსების სატოპკეს იმას ვიზამთ ჩვენ ავითვისებთ და ვიტყვით რომ ესენი ადიღეელები არიან, მაშინ ჩვენ ვამყარებთ იმ ნარატივს, რომ ისინი არიან უცხო სხეული და როგორც კი ძალა გაგვიჩნდება, ყველა ისინი ან უნდა გავდევნოთ, ან დავიმორჩილოთ და მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად ვაქციოთ. როგორც დღეს გალელები ყავთ აფხაზებს დღევანდელ სიტუაციაში. აი ეს არის ძალიან რთული საკითხი და ძალიან ფაქიზი. მაგრამ მე ისე მაშინ რითიც დავიწყე ჩვენი საუბარი, იმ თემას დავუბრუნდები. თუ არ ჩამოყალიბდა დიპლომატიური ურთიერთობის დონეზე, ანუ ოფიციალურ დონეზე, თუ არ გამყარდა ჩვენ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა საქართველოს-საქართველოს-რუსეთს შორის, მსგავსი საკითხები და არა მარტო, უბრალოდ ვერ გადაიჭრება, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კირიენკო საკმაოდ კარგად ფუნქციონირებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. მას რაღაცა ნაწილი უკრაინის მიმართულებითაც აბარია რიგი საკითხები და ასევე აფხაზეთში. მე ესეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ რუსეთის ფედერაციას ეხა აქვს სერიოზული გამოწვევები, როგორც უშუალოდ ფრონტის ხაზზე, ასევე შიდა სტრუქტურული რყევებია, მე როგორც ვხედავ, მე რამდენადაც მაქვს წვდომა და ეს არ ეხება მხოლოდ ფინანსურ ვითარებას და ესეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ უბრალოდ ცენტრალურ ხელისუფლებას, მე ვგულისხმობ პრეზიდენტს, ან საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირებს, ან რაღაცა, უბრალოდ ამ ყველაფრისთვის არ ცალიათ და ტიპიური კრემლის თამაშები მიმდინარეობს, როგორც ამბობენ კრემლის კოშკურები და ამ კოშკურებს შორის არის ჭიდილი, ბატალიები და ვინ რომელ რეგიონს დაეპატრონება პირობითად ხვალ ან ზეგ, იმიტომ რომ ჯერ მოპოვებული არ აქვთ გამარჯვება უკრაინაში და იქ დონბასის რეგიონს ვინ ჩაიბარებს, როგორ იქნება, რა იქნება, იქ უკვე
ალბათ ფიქრობენ ხერსონი ოდესა როგორ უნდა მოაწყონ, თუმცა ახლოსაც არ არის ეს მიზანია და შედეგთან ძალიან შორს დგანა, შეიძლება საერთოდ არ განახორციელდეს და ალბათ ასევე უყურებენ აფხაზეთს როგორც თანამედროვეობის ახალ მონაპოვარს და იქაც უნდა ვინმეს რომელიღაცა კრემლის კოშკიდან რომ დაეპატრონოს და კონდეს როგორც აქტივი. შესაძლოა უკვე ცხინვალის რეგიონსაც ასე უყურები. შესაძლოა კი არა, ალბათ ასეც არის. და შენ როგორ ფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა რომ ესე თქვათ გადატირთვის რეჟიმში არ შევიდეს. პირობით წელი, 2 წელი ან არ ვიცი, შეიძლება უკრაინის კონფლიქტის დასრულებამდე, ან შეიძლება კიდევ უფრო გადაიდოს. მე ყოველ შემთხვევაში პერსპექტივას ვერ ვხედავ ურთიერთობის გადატვირთვის. ამ ყველაფერს, რაც ახლა აფხაზეთში ხდება, ნეგატიური ფონი უფრო დაედება თუ მათთვის იქნება კიდე ერთი მაგალითი იმისა, რომ რუსეთი მათთვის ვერ იცლის და იმედია მიხვდებიან, რომ უნდათ როგორც აქტივი, ანუ ტერიტორია ან მიწის ნაკვეთი ან რაღაც ამდაგვარი. თუ პირიქით ეს იქნება კიდევ უფრო დიდი ნაპრალი ჩვენსა და მათ შორის. როგორ ფიქრობ, ეს დროის გაწელვა რაზე იმუშავებს? ძალიან კარგი კითხვა და ძალიან რთული. ნახე, მე აფხაზეთიდან მეკითხებიან ახლა როცა ვსაუბრობთ გარკვეულ თემებზე, ესეთი ჩამჭრელი კითხვა მოდის იქიდან, რომ მაშინ რატომ დებენ ისინი ამდენ ფულს ახლა ამ ბოლო დროს აფხაზეთში? ბოლო 2 წელიაო არ გაუკეთები, ბოლო 2 წელია რასაც აკეთებენო, რამდენ ფულსაც დებენო და ინფრასტრუქტურაში და ასე შემდეგ. მთელი 31 წელი არ გაუკეთებიათ მსგავსი რამ. და აბა რა ხდებაო, შენ როგორ ფიქრობ და ნუ მე თავიდან ყოველ შემთხვევაში მქონდა გარკვეული აზრი, რომ აფხაზეთი მათ უნდათ ფაქტიურად როგორც რუსული სიტყვა здравница, ანუ გამაჯანსაღებელი ადგილი იმ სამხედრო ელიტისათვის, რომელიც ეგრეთ წოდებულ SVO-ში სისხლს ხრის. იმიტომ რომ მათ ჩაუშვეს ახალი პროგრამები время героев, გმირების დრო, ეს არის ელიტის ცვლილების, ანუ ჩანაცვლების გარკვეული ნაბიჯები, იმიტომ რომ გმირებით, ანუ მათი გმირებით რუსი სამხედროებით უნდა მოხდეს არსებული უკვე ფესვგადგმული კოლაბორაციონისტი ელიტის ჩანაცვლება და ეს კოლაბორაციონისტი და ხანდახან მე-6 კოლონას უпростоრად მე-5 კოლონა ესენი ინააგენტები არიან. ეს მე-6 კოლონა, რომელიც ანუ ცდილობს ორსკამზე დაჯდეს. თან რუსეთის სახელმწიფოც ინარჩუნებდა თავიანთი პოზიციები და თან ის ფულები, რაც აქვს ჩადებული დასავლურ ბანკებში და აქტივებში, ისიც არ დაკარგონ. და მათი გამოცვლა და წმენდა გადაწყვეტილია ამ გმირებით. SVO-ს გმირებით და ნუ ეხლა მათი დაღვრილი სისხლი და მათი ესენი დახეიბრებული სხეულები სადღაც ხონდა დაასვენონ. სადღაც ხონდა მისცენ და ესეთი ღირსეული კურორტები და ფეშენებელური საცხოვრებლები და ასე შემდეგ და ჩემი აზრით ეს არის ერთგვარი, ნუ თავიდან ასეთი შთაბეჭდილება მქონდა და პრინციპში ეხლაც მინარჩუნდება, რომ ეს შეხედულება არსებობს. და ამავე დროს კიდე გარკვეული თავისუფალი ფულის სადღაც დაბანდება. ანუ სად შეიძლება ეხლა მათ ჩადონ ფული თუ არა საკუთარი კონტროლირებადი რეგიონის პარკლებში, ხო? და ეს ფულის დაბანდებაც არის და შესაბამისად, ანუ ამ ახალი ელიტის დასასვენებელი და სამყოფელი ადგილები და ნუ შესაძლებელია ისიც რომ თქვათ თუ საქმე ცუდად წავიდა მათთვის და რაღაც საქართველოს დანარჩენი საქართველოსკენ ისევ დაიძრა აფხაზეთი, მათ შეიძლება თავიანთი აქტივებიც დაიცვან. ოღონდ უკვე გარკვეული გარიგებების საფუძველზე. შესმის რომ ანუ ეს ჩვენი ინტერესია. ახლა ბაზებს არ გულისხმობ, ახლა კონკრეტულად
უძრავ ქონებას და გარკვეულ სიმდიდრეს გულისხმობ, რასაც იქ იქმნიან, ხო, თავისთვის. აფხაზებისთვის რო არ კეთდება, მაგი ალბათ ეჭვერავს ეპარება და აი ეს ასე ვფიქრობ რა ნიკა, აი ორგვარი ისა მაქვს, ცოტა გაყოფილი, რომ ყველა შემთხვევაში რაღაცნაირად მათ უნდა მოახერხონ შენარჩუნება ამ რაღაცა მართლაც ღირებული მიწის ნაკვეთის, როგორიც არის აფხაზეთი. ესეთი შთაბეჭდილება მრჩება მე. იცი ყველაზე ცუდი რა არის, შენ 25 წელი ახსენე, ყველაზე დრამატული სიტუაცია. ეხლა რაღა მნიშვნელობა აქვს წარსულის რევიზიას, მაგრამ აი ზუსტად ის რომ არც აფხაზური გაითვალისწინეს და არც ქართული და იმ საბჭოთა ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული ურავნილოვკა გააკეთა. არ ჩვენ გალაპარაკებ, არ ჩვენ ილაპარაკებთ ორივენი რუსულად. და ფაქტობრივად დააკონსერვეს თემა. იმიტომ რომ მაგის გაშლას არავინ არ აპირებდა და ვერც წარმოედგინათ ახლა. სტალინი გარდაიცვალა და მერე ხრუშოვმა რაც გააკეთა, კი ვიცით ხო, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. და მერე გააქტიურდა ყველა ესე თქვა ჩაბუდებული სეპარატისტული კერები უკრაინაშიც და ჩვენთანაც. და ეხლა აი ამჟამად მე რასაც უყურებ, ესეთი შთაბეჭდილება მრჩება ბუნებრივია ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ქართულმა მხარემ ხელისუფლება ფაქტობრივად 22 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული აი ყველაფერი გააკეთა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის და არა რუსებისთვის. ომი რო არ დავიწყეთ, ძალიან კარგია, იმიტომ რომ სამ დღეში დაგვამთავრებდნენ და აღარ ვიქნებოდით როგორც სახელმწიფო. არ შეუერთდნენ სანქციებს, იმიტომ კი არა რომ რუსები დაინდეს და შეეცოდნენ, არა. იმიტომ რომ საქართველოს დაზარალდებოდა, იმიტომ რომ 80-85% იმპორტირებული პირველადი სხვათა შორის პირველადი დანიშნულების პროდუქტიც იქიდან შემოდის. და კიდე უამრავი რამ არ შეუერთდნენ სასაქციო რეექსპორტით საკმაოდ გვიან მიიღეს შეზღუდვები, მაგრამ მაინც ხორციელდება ყველა მიცის, რომ გადიოდა ავტომობილები, რაც ამერიკიდან მოდიოდა და მოკლედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არადიპლომატიურ ენაზე სახელმწიფოს ეჩვენებინა ის, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ფაქტობრივად საქართველოს სახელმწიფო მზად არის რეგიონში იყოს ნეიტრალური სტატუსის მქონე სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ამას აღიარება ჭირდება მეზობლებისგან და ასე შემდეგ, ეს რთული და გრძელი პროცესია, მაგრამ თვითონ პირველი ნაბიჯი, ანუ ესეთი მესიჯი უკვე იყო გაგზავნილი. და ჩემდა გასაკვირად ეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში მე რასაც ახლა უყურებ, აბსოლუტურად არაადეკვატური ნაბიჯები მოდის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისაგან და შენ როგორ ფიქრობ, ეს სადმე რამე ჩვენებს გაექცათ თუ ეს უბრალოდ ობიექტური გარემოებებია და ნუ ტიპიური რუსული დათური პოლიტიკაა რა, они долго запрягают, потом быстро едут. ხო და აი ამისი მაშინებს ყველაზე მეტად რომ აი когда они быстро поедут, მერე ჩვენ არ დავიტოროთ, იმიტომ რომ ჩვენი ისტორიის განმავლობაში ხშირად მოხვედრია მათი ტორი. შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყავით იმაში, რა ქვია, სამიზნეში. ეგ ცნობილი გამონათქვამია долго запрягают და быстро едут და быстро едут, როდის იცი, როდესაც მოსკოვი გადაიწვევა. აი ნაპოლეონმა რო გადაწვა მოსკოვი. აი მერე წავიდნენ ჯგარა და ჩავიდნენ იმაში პარიზში. ეგეთი მეორე მსოფლიო ომშიც ხო ახლა მოსკოვს მიადგნენ, ხო? თუ იქ სხვა გარემოებები იყო ბევრად, მაგრამ ნუ ხო, ნუ ეს გააჩნიათ კი ბატონო, ეს ძალის მოკრების ნიჭი და კონსოლიდაცია, ოღონდ ძალიან როცა მოხდებათ და ძალიან როცა გაუჭირდებათ, კი ბატონო, ეს ნამდვილად ასეა. ჩვენი პოზიცია ნიკა არის რთული, ძალიან რთული პოზიცია. ნეიტრალიტეტი არის ესეთი ძალიან მომხიბვლელი მდგომარეობა ქვეყნისა, როგორიც არის საქართველო, მაგრამ რეგიონი არ არის ნეიტრალიტეტისთვის ესა შესაბამისი. ესმის ან რახან რეგიონი არის მფეთქებადი, შენი ნეიტრალობაც არის მყიფე. ესმის და
ვცადეთ ერთხელ კი ბატონო ნეიტრალიტეტი და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. მხარის არჩევა ვცადეთ და ასევე მივიღეთ. ანუ ჩვენ ყველა ვარიანტში საიდანღაც რაღაცა გვხდება. მაგრამ მტკიცედ დგომა საზოგადოების შიგნით გაერთიანება და კონსოლიდაცია არის პირველ რიგში საწინდარი ნებისმიერ სახელმწიფო მოწყობისა და მდგომარეობის დროს რაღაცა გადარჩენის ფაქტორი. ისიც ყოფილა რომ სახელმწიფოებრიობა დაგვიკარგავს, მაგრამ ეს ქართველობა არ დაგვიკარგავს და მადლობა ღმერთს ამისათვის, მაგრამ იცი რა, უნდა მოისინჯოს. ყველაფერი უნდა მოისინჯოს. ეხლა საქართველოში გამოჩნდა პარტია, რომელიც აცხადებს ნეიტრალიტეტის პირობას და ასაბუთებს, რატომ არის ეს კარგი და როგორ. მე ვფიქრობ, რომ ამ პარტიას უნდა მიეცეს გარკვეული გასაქანი და უნდა დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ეს მართლაც კარგია. ბევრი საპატივცემულო ადამიანი არის ამ პარტიაში და ნამდვილად იმსახურებენ სიმპათიას, თავიანთი რაღაც გავლილი ცხოვრების გზის და გამო და რაღაც პატრიოტული პოზიციების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა თქვან სიტყვა. და ეს სიტყვა უნდა იყოს მტკიცე და ამავე დროს ძალიან გასაგები ხალხისათვის. იმიტომ რომ დასავლური უნივერსალიზმი ჩვენში იმდენად არის გამჯდარი, რომ თან ჩვენც დასავლეთი ხო ვართ, ჩვენ ხო ევროპა ვართ. და ჩვენზე მაგარი ევროპა ხო არსად არ არის. ახლანდელი ევროპა იხრწნება და ჩვენ ვართ ციტადელი, ვინც ამ ევროპულობას ინარჩუნებს და მე მგონი ჩვენზე გაჩერდება ზუსტად ის რეალური ევროპის საზღვარი ჩვენზე გაივლის. კი ბატონო და ახლა როგორ გამოვაცხადოს ეს ნეიტრალიტეტი, როცა ჩვენ ევროპა ვართ და ანუ ესმის უნდა დაარწმუნოს ამ პარტიამ, ამ ხალხმა, რომ რეგიონში არსებული ჩვენი მდგომარეობა არის ძალიან მყიფე, ალბათ ყველაზე უფრო მყიფე და შესაბამისად აზერბაიჯანთან და სომხეთთან ჩვენი შეკრულობა გარკვეული ძალაც არის, პრესტიჟიც არის, ჩემი აზრით, ეკონომიკური სიძლიერის მომასწავლებელიც არის და თუ ასე რაღაცნაირად ჩვენ მოვახერხეთ შემჭიდროვებას, თან ჩვენ ვითამაშეთ მშვიდობის პლატფორმას ამ ორი სახელმწიფოს შორის, ჩვენს წესით სომხებმაც ხელი უნდა შეგვიწყონ თავიანთი ძალიან დიდი დიასპორიდან გამომდინარე, რომელიც აფხაზეთის რეგიონში ყავთ და მე ამის იმედი მაქვს ზუსტად ახლა. ხო, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავიჭიროთ ჯანსაღი პოზიცია ასევე სომხების მიმართ, ან ქრისტიანები არიან ჩვენი, რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი. კონფესიურად ყველაზე ახლოს არიან ჩვენთან, ხო. ხო და რაც შეეხება ახლა საქართველოს პოზიციას, ხელისუფლების პოზიციას, ისინი არიან ფრთხილები, აქამდე ფრთხილობდნენ, ეხლა ცოტა გარკვეული ესენი სხეულის ცოტა მკვეთრი მოქმედებებია, მაგრამ მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს ძალიან ესეთი გააზრებული და სწორი მოქმედებებია, ვიდრე რაღაცა რეაქცია გარკვეულ სიტუაციაზე. Trump Tower-ი რამდენად არის სწორი რეაქცია ეს არ ვიცი. თან ამის ცდელობა იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს. დღესაც კი. ნიუ-იორკში რა იყვნენ ჩამოსულები იქ ტრამპთან. და ტრამპი ბათუმში. და ეხლა ტრამპთან მეგობრობა მაგალითად შეიძლება ორბანს დაუჯდა ძვირად. მოკლედ, ფრთხილი მინდა ვიყო მოკლედ ამ დღევანდელ სიტუაციიდან გამომდინარე, ზედმეტი არ მინდა ვთქვა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი არის გააზრებული, გათვლილი და სწორი მოქმედებები ხორციელდება. თუმცა, ეხლა აფხაზეთზე ვსაუბრობთ და ერთადერთი გული რაზეც მწყდება, ეს არის ის, რომ ჩვენ ისევ და ისევ იმ პარადიგმაში ვრჩებით, რომ ანუ ეკონომიკური წარმატება იქნება ის, რაც შემოაბრუნებს ამ ხალხს ჩვენსკენ. და ეს ვფიქრობ, რომ არის ძალიან ცნარი. მეც ასე ვფიქრობ. მე ჩემი პროექტი წარუდგინე ერთ-ერთ ძალიან მაღალ ჩინოსანს დღევანდელ ხელისუფლებაში და
აკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ, 2 საათი, ყველაფერი თქვათ მოიწონა, მაგრამ ამავე დროს ისიც თქვა, რომ იქაურ ელიტას აინტერესებს მატერიალური სიკეთეები და რით ვერ ვიყიდეთ ეს ელიტა, ხო? ჩვენ ხომ მათზე მეტი ფული გვაქვს. ხო და ამდენ ვერ ვიყიდეთ, ხო? და თუ შევძლებთ და ვიყიდით, შეიძლება ერთი ვეტერანი გამოვიდეს ვიღაცა ღარიბი ღატაკი კაცი, რომელიც მართლა ვეტერანია და ამავე დროს პატივცემული თავის საზოგადოებაში და ეს ყველაფერი ჩამოგიშალოს ერთ რაღაცა განცხადებაში, რომ დაადანაშაულოს თავისი პოლიტიკური ელიტა მტერთან კოლაბორაციაში. გესმის, უცებ დაგიშლის ამ იმას რა, ამ ნალოლიავებ და ნაწვალებ მოხიბლის პროცესს, ეკონომიკური მოხიბლით. ბატონო, უცებ დაშლის, მართლა. უცებ დაგიშლის. ან ვიღაცა დაგიშლის FSB, ან მოკლედ, ანუ რთულია, გესმის? შენ თუ გინდა ქვეყნის გაერთიანება, გულწრფელი შერიგებაა საჭირო. თუ გულწრფელად ადამიანთან არ შერიგდი, ყველაფერი არის მყიფე და დროებითი. ხო და იმედია კიდვაზე გამახსენდა რა. ჩვენებს რა გაუჭირდათ? ჩვენ აფხაზურ ინტელიგენციაზე ვსაუბრობთ და ჩვენებს რა გაუჭირდათ, რომ ვილსონი ვერ იყიდეს თავის დროზე და ეხლა ირკვევა თურმე პრეისკურანტი რა. ხო და აი, შენ წარმოგიდგენია, აი ამდენ ყაყანს და აი ამდენ ნამამ ნეგატივს ხო ავწდებოდით რა. მეორე ჯო ვილსონი როგორ არ გამოჩნდა რა. ხო და აი ხვდები ხო და პრეისკურანტი იყო ისეთი, რომ ნუ სავსებით ისეთი დასაძლევი რა. რა თქმა უნდა, კი, ვიცი ცნობილია. ერთი ტვიტი $1500 და მსგავსი რაღაც. ხო და ეს არასწორი წარმოდგენაა და ეს წარმოდგენა უნდა დაიძლიოს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოეკეცი ადამიანებს ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცენ. ანუ ეს როგორც ადამიანის დონეზე, ასევე სახელმწიფოს დონეზეც ასე უნდა იყოს და მით უმეტეს როდესაც აცხადებ, რომ შენ უფრო წინ ხარ, შენ უფრო მაღლა ხარ და უფრო მეტი პასუხისგებლობა გაქვს. ამის პრეტენზია თუ გაქვს და თქვათ თავი მიგაჩნია ცენტრად და ის რეგიონად, მაშინ ისეთი რაღაცა უნდა შევიმუშაოთ, რომ გარკვეული თანასწორობის განცდა გაუჩინოთ და ის განცდა, რომ მათი იდენტობა, მათი ენა ჩვენს საერთო სახელმწიფოში არ დაიკარგება და არ დაიკარგება იმ შემთხვევაში, თუ კი მაგალითად დაბრუნების მსურველი აფხაზეთის რეგიონში დაბრუნების მსურველი ქართველი შეძლებს მათ ენაზე დალაპარაკებას მათთან. აი ეს არის გამოსავალი, ეს არის ჩვენი არსებული კონფლიქტის ფესვი და ძირი. ჩვენ შორის არ არის ეთნო კონფლიქტი. ჩვენ შორის არის ეს ლინგვისტური კონფლიქტი. ეთნოზიზმი ჩვენში რო არსებულიყო, არ იარსებებდა ის შერეული ოჯახები და ნათლი მირონობა და ძუძუმტეობა და ასე შემდეგ. კი ბატონო. ეხმები აბსოლუტურად. რო აფხაზს ეზიზღებოდეს ქართველი ამგვარად. მაგრამ კომპლექსები რო აქვს იმისა, რომ ქართული ენა რო უფრო შეძლებულია, უფრო პერსპექტიულია და მისი არ არის, იქ ვიღაცამ ჩააწვეთა, რომ ეს ხალხია თქვენი პრობლემა, გაყარეთ ეს ხალხი, შემოავლეთ ესა რა ქვია, ღობე ამ ტერიტორიას, დარჩით მონოეთნიკურად, თანაც კონსტიტუციაში ჩაწერეთ, რომ აფხაზი უნდა იყოს მხოლოდ პრეზიდენტი და არავის სხვა და ყველაფერი იქნება კარგად, ააშენებთ აფხაზურ სახელმწიფოს. ანუ ეს არის გაცურება ტიპიური ამ ხალხის. გააცურეს, იარაღიც მისცეს, ნარატივი შეუქმნეს და აბატონო, განხორციელებული ნარატივი ეთნოწმენდა და სისხლი და უბედურება ქართული მოსახლეობის. ეს არის რეალური სურათი ჩემი აზრით, თუ ვინმეს ამის საპირისპიროს დამტკიცება შეუძლია, სიამოვნებით, რა ვიცი, კომენტარებში გამოჩნდება, ლევან. ხო წერე ხოლმე და კომენტარების იმედად არ უნდა ვიყოთ, მე მგონი, უფრო ცოცხალი დისკუსია უნდა იყოს ჩვენში, იმიტომ რომ ხო გითხარი, ანუ ომის პარტია არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ არ არსებობს
ამ ხალხთან შერიგება გარდა იარაღისა და გარდა სისხლის და ასე შემდეგ და ეს ომი და სისხლი არის ან ეთნოწმენდა ან დამორჩილება. ეხლა დამორჩილებული აფხაზური საზოგადოება, იქაური საზოგადოება, როგორ წარმოგიდგენია. თან მით უმეტეს ესა 400,000 ქართველი იქ უნდა დაბრუნდეს და 100,000 დამორჩილებული რაღაცა უფლება შეზღუდული იქაური აფხაზი. ეხლა ჩახვალ იქ და მშვიდად დაიძინებ? არა, რა თქმა უნდა, ხო, იქ ყოფითი პრობლემები იქნება ისეთი, რომ ჩემტერს. პალესტინა, ისრაელის ის მონაგონი იქნება. და იმის თქმა მინდა, ნიკა, რომ Georgian Times-ი ხო იცი, Georgian Times-ი? კი, როგორ არ ვიცი. იქ იყო ისა დისკუსია იყო მოკლედ და აფხაზეთის თავრობის მაღალ ჩინოსნები ისხდნენ და საუბრობდნენ და შემდა გასაკვირად ერთ-ერთმა დასვა ასეთი შეკითხვა, რომ იქ რო დაუბრუნდეთო, როგორ წარმოგიდგენიათო აი იქაური გმირების საფლავებიო, მემორიალებიო, ესენიო, ეს ანუ როგორ შეიძლება შერწყმაო რა ამ ყველაფრისაო. ნუ ახლა ეს ხო დიდი ხნის წესით გაცვეთილი თემა უნდა იყოს და უამრავი საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს იმისა, როგორ შეიძლება შერიგდე შენს ყოფილ იმასთან, მტერთან ასე ვთქვათ. ნუ ესპანელების მაგალითი ავიღოთ. ხო, ანუ უამრავი მაგალითია საერთო მემორიალები, ესენი ტაძრები, საერთო სასაფლაოები, საერთო ესა რა ქვია commemorations, საერთო გახსენებები, რაღაც გარკვეული დღეების დაწესება, რომ ძმამ-ძმას ესროლა და ანუ ეს არის ესეთი აპრობირებული პრაქტიკა. ხო, ყველა მიცის ეს და ატომღაც ვისაც თავის ზურგზე აქვს გამოსტილი და ვინც მართლა სახლიდან გამოყარეს და გზა კიდე თავის ოჯახის წევრები უხოცეს, ძალიან რთულია მათთვის ამის. ნიკა ძალიან რთულია, რა თქმა უნდა ძალიან რთულია და არ ვამბობ რომ სხვა გზა გვაქვს, მაგრამ მე ვამბობ რომ ძალიან რთულია. მეც უცნიერება გადაცემა. ვიცი ძალიან რთული რომ არის, მაგრამ ჩვენ ხო ისა ვეფხისა და მოყმის კულტურის ხალხი ვართ, ხო? რა თქმა უნდა. წავიდე სამძიმარ უთხრა, იქნებ ჩემზე მეტადა სტირისა. ხო არის ეს? და მე მაგალითად ერთი ბიჭი დამიკავშირდა აფხაზეთის რეგიონიდან და მითხრა რომ მეო იმის ომის შედეგათო ხელი და თვალი დავკარგეო. ინვალიდი ვარ, ანუ ჩემ სეზონში ასაფეთქებელზე ავფეთქდიო. მე რაშვაში ვარო, საერთოდ და რატო არის ჩემზე ისა ნატკენი და დაზარალებული რომელიმე დევნილიო. ესეთ შეკითხვა დამისვა. ისმის მე ვარო ნახევარი ადამიანია. 13 წლის თუ რაღაცა ვიყავი რომ ავფეთქდიო. ანუ ომი პოსტო ისა ანუ მასაც გჭირდება ხო ისა ემპათია და თანალმობა. შენი მიცვალებული რო გტკივა, სხვასაც ყავს მიცვალებული. ჩვენ ახლა მე მარტო ჩვენზე კი არ ვსაუბრობ. მაგას კი ბატონო, რა თქმა უნდა, მივხვდი ხო და იცი რა არის? რასაც შენ ამბობ, მაგას ალტერნატივა არ აქვს. მე უბრალოდ ვერ ხედავ რა. ხო და აქედან გამომდინარე ყველაფერი უნდა ვეცადოთ და ანუ ხელისუფლებას როცა მიეცემა ამის საშუალება მე თვითონ ბიძინა სიტყვები ხო გახსოვს ოსებთან დაკავშირებით საკმაოდ ესეთი მაგარი რამე თქვა რა რომ ადგედა ბოდიში მოვუხადოთ ჩვენც ხო ჩვენი საბოდიშო გვაქვს რა და ხა როცა ქვეყნის პირველი პირია ამ საქციელზე არის წამსვლელი მე დარწმუნებული ვარ რომ იქ რესურსი ბევრად მეტია მაგრამ ამ გარე გამოწვევებს რა უყოთ გარე გამოწვევებს რა უყოთ და მე სავსე აი მე სიმართლე გითხრა პაშინიანის ჯერ ვიზიტი ადრე რაღაც კონფერენცია რო რაღაცა კონტექსტში იყო ჩამოსული მე მისი პირადი ვიზიტი მე ალიევის პირადი ვიზიტი და ბიძინა შეხვედრა ეს იყო ჩემთვის იმის ნიშანი რომ კავკასია ვერ იქნება დანაწევრებული რა ამ სამა სახელმწიფომ ერთმანეთში კოორდინირებულად უნდა იარსებოს რა და ალბათ თურქებთანაც ერთიანად უნდა დავვალდეთ მიუხედავად იმისა რომ ხო პრიორიტეტი აზერბაიჯანის არის ხო და რუსებთანაც როგორ ჩანს მე სიმართლე გითხრა მე რატომღაც მეგონა რომ
მე რატომაც მეგონა რომ აი ამ ჩვენი აქტივის მართლა აქტივს ვეძახი ჩვენი ქცევისა რაც 4 წლის განმავლობაში საქართველოს მაჩვენა ჩვენ მეც დავიმსახურებით მაგრამ კიდე ერთხელ უნდა თქვა ხა აღარ გავიმეორებ იმას რაც თქვი ხო და ნიკა ესა ბოდიში მთავარია სომხები არ აი მე ხო მაგ მივდიოდი რა სომხების როლი არის კერძოდ ალბათ მე იმედი მაქვს რომ ამ თემაზეც იყო შეხვედრისა საუბარი იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს ძალიან დიდი გავლენა მე ვიცი რომ არის გავლენა და მე სურს რომ საქართველოს ხელისუფლებამ რახანეს კურსი აიღო ზუსტად რეგიონალური პოლიტიკის დაალაგება გულისხმობს ზუსტად ამას რომ ჩვენმა სომეხმა მეზობლებმა აფხაზეთის სომხობაზე გარკვეულად პოზიტიური როლი ითამაშოს და მე არ გამოურიცხავ ზუსტად აფხაზეთის უბრალოდ თურქეთში ყოფი აფხაზებზეც იქ უნდა იყოს ის რომ ეს რეაქციული ტონი და ის უნდა დაუწიონ ახლა იქ მაგის რისი თქვა მინდა იცი ჩვენთან ამერიკელი ექსპერტი გამოჩნდა ერთი წლების წინ ლუკ კოფი ესეთი ადამიანი და თქვა რომ ესა აფხაზეთის და ოსეთის გარეშე რო იმასაკნათო თქვენო ნატოში შემოხვიდეთო და ესა მეხუთე მუხლიო არ გავრცელდება აფხაზეთზე და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთზეო და დანარჩენიო მოკლედ თქვენ დაცულები იქნებითო. ანუ ეს ზაკრობა იქნა გამოვლენილი საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის მხრიდან და ნუ რა თქმა უნდა ამას ნეგატიურად შეხვდა ყველა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ფანდი შემოგდებული. ეს როდინდელი ამბავია მე არ ვიცი. აი 5-6 წელი. ესეთი რა. და ახლა სომხები განთავისუფლდნენ ყარაბახისაგან, ხო? თუმცა ის მათი ტერიტორია არ ყოფილა, აღიარებულიც არ ქონიათ, მაგრამ ნუ აი სომხური ერთგვარი ეთნო ის იყო რა, კუთვნილება. სომხეთი მძიმე ღუზა ჩაიხსნეს მაგითი. თუ რაღაც მოიშორეს თქვა ბალასტი, ხო, მაგრამ ეს ისე ხო არ არის, რომ აი შენ ბალასტი მოიშორე და ეხლა უკვე გზა გახსნილი გაქვს ნატოსა და ევროკავშირისაკენ. თუ ამაზე წამოაგეს სომხები, მაშინ ისინი გაიმეორებენ ჩვენ იმას რა, ჩვენ ბედს და შეიძლება უარესად. უარესი რამ დაემართა. არ ვიცი, გამორიცხული ხა თუ პაშინიანის დაახლოვება აზერბაიჯანთან იმ გათვლით იყო, რომ თურქეთის გავლენის ქვეშ მეხუთე მუხლის პროექცირება მოეხდინა, ნუ მაშინაც ძალიან დიდი შეცდომა და არ მგონია რომ პაშინიანი მაგდონის პოლიტიკოსი იყო. მაგაზე კი არ არის საუბარი. უბრალოდ ეს იქნება გამაღიზიანებელი რუსეთისათვის, რაც მაგალითად სამხედრო მოქმედებებზე უბიძგებს რუსეთს. ანუ შენ რო გპირდებიან კონკრეტულ რაღაცას, რომ ეს ასე იქნება და შენ შემოხვალ ჩვენს მასში საერთო კოლგის ქვეშ აღმოჩნდები, ну პირდაპირ სიგნალს აძლევენ ამ შემთხვევაში, რომ აი შენ საზღვრებთან ჩდება ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურა და უბიძგებენ ომში ჩაბმაზე და ომში ჩაბმა იგივე მეორე ფრონტია, გინდა ჩვენთან ყოფილა და გინდა საზღვრებთან, ხო? ანუ და სტრატეგია არის რუსეთის დამარცხება. საიდან კოცონს რომელი მხრიდან დაუნთებენ, ეს მათთვის მათი ინტერესია, ხო? უბრალოდ მე ესე ვფიქრობ, რომ სომხები საკმაოდ ყვიანი ხალხია. ხო, უდავოდ და პაშინიანი ძალიან გამჭრიახი ახალგაზრდა ფორმაციის კაცია, მე მახსოვს ძველი სომეხი ლიდერები ახლა იმათ არ შევადარებ. დემეჩიანი პეტროსიანი და მთელი კოგორტა რო იყო დიდი ალიევის თაობის მერე ვინც მოვიდა. ხო და აქედან გამომდინარე პაშინიანმა მე მგონი ყველაზე კარგად იცის და რუსეთში ვიზიტიც მაგის ნათელი მაგალითი იყო რა. იქ სწორად პუტინმაც ხო უთხრა ხო სწორად გაიგო მესიჯები ზუსტად რა და შეუთავსებელია ესა და ეს. ბატონო ხო და არ მგონია რომ ახლა მაგაზე წავიდეს, უბრალოდ ჩვენებს ყოჩახ რომ მაქსიმალურად ეცადნენ რუსებთან ესეთი ნიკა ჩვენთვის ეგზისტენციალურია, გესმის რუსებისთან დაპირისპირება როგორც ქართველისთვის, ასე სომეხისთვის არის ეგზისტენციალური. მაგას ვამბობ, ხო და აქედან გამომდინარე, კარგია რომ თუ უჩვენოთ იზამენ, ახლა დაამარცხებენ რუსეთს უჩვენონ, დაამარცხონ ახლა რა ვქნათ. არა, დაამარცხონ. ბათაშორის ძალიან კარგი
შედარებისთვის უნდა მოვიყვანო ძალიან კარგი რამე ბევრჯერ მithქვას, მაგრამ ხა მე ვინ ვარ, ხო და შენ რო ახსენე ერთიანი ნეიტრალური საქართველო ძალიან კარგი პარტია და მე პატივი მქონდა რომ მათი ლიდერები ჩემს პლატფორმაზე მყოლოდა. რატომ კოტეს ვიცნობ? ხო და კოტეს ვიცნობ და კოტეს ქონდა ძალიან კარგი ესეთი პასარს გავიხსენებ სივრცეზე იყო ამას წინათ რა 1-2-3 დღის წინ და ჩემ ჩემს სტუდენტებს ვეუბნებიო რომ აი რუკაზე დახედეთო და რუსეთის ჩამოქცევა რო გინდათო აი რო ჩამოიქცევა საით ჩამოიქცევაო რა ხო არ გადაიქცევაო ხო ჩამოიქცევაო და ეხა ამაზე მხატვრულად ეხა ამაზე ნაცვლად ამაზე მეტი ეხა და კოტეს სიტყვების ბევრად მეტი წონა აქვს ხო ვიდრე ეხა ჩემსაც და აი დები ხო და ეხა იმ უდიდესი გამოცდილების პიროვნება ჩემ მხრიდან პატივცემული და დიპლომატიური სკოლის ნათელი წარმომადგენელი საბჭოთა და მე ქართული და მოკლედ რა და ეხა იცის მან როგორ არის რა არის და ეხა ეგ არის რომ დამნახავი არავინ არ არის ჩtildeოეთიდან რა ხო ანუ მათი არაადეკვატურობა არაადეკვატურობასაც ვერ დავარქმევ ისინი ცდილობენ აი რქებით გაიტანონ ეს თავისი გადაწყვეტილება რაღაც პაცანს გაზალ პაცანს ზელო ზუსტად ხო რაღაცა ამდაგვარი ისახდა ჩვენ უბრალოდ მოთმინებით მათთან რაღაცა გარკვეული სტრატეგიული მოთმინება სწორი შენიშვნა ისა სწორი მდგომარეობა და პოზიცია რაც შეეხება რეგიონში აფხაზეთში ოსეთში მცხოვრებ ხალხთან გველსად ხრელად ამოიყვანს ენად კბილად მოუბარი ეს ამ კულტურის ხალხიც ვართ და ეს ენად კბილი მოუბარი რომელი ენაა ხო აფხაზთან აფხაზური ოსთან ოსური ამის პოტენციალი არსებობს საქართველოში გესმის იმ დევნილებში პირველ რიგში აი ეს არის გეთახმები აბსოლუტურად გეთახმები და ეს შეგვიძლია ბავშვებს შევასწავლოთ ბავშვები ადვილად ითვისებენ ეს კონფლიქტი მალე მოგვარებადი არ არის ამას დაჭირდება კიდე წლები სამწუხაროდ და უკვე ეს ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდა თაობა უკვე ამისთვის იქნებიან მზად თუ კი ჩვენ დროზე დავიწყებთ ჩვენს დანარჩენ საქართველოში აფხაზური და ოსური ანბანის აღორძინებას რაც ქართულზეა დაფუძნებული და ამენების დაუფლებას რომ ენათკბილად მოუბარმა მოკლედ თავი საქმე გააკეთოს. რუსული არ უნდა გჭირდებოდეს ჩვენ მათთან ურთიერთობაში. და ჩვენ მე მგონი მე ხა დასრულებისკენ ჩემსაც ვიტყვი და მე შენ თქვი. ჩვენ ერთი ფანჯარა მე მგონი მოგვეცემა. მე არ არის გამორიცხული რომ ტრამპმა გადადოს თავის ვიზიტი ან გადააჩოჩოს რა. მე მგონი ყველაფერს ესდება ამისთვის, იმიტომ რომ ცარიელი კეისით სიძინპინთან ჩასვლას რა აზრი აქვს ხა. ხო და მე მგონი პუტინი ჩაასწრებს ამას. სიძინპინთან და იქ ბევრი რამე გაირკვევა გადასწრებს. თუ არა ეგ საეჭვოა. მე ესე მგონია. ხო და თუ ტრამპი ჩავიდა, ბოდიში ჩაგიჭერი. ხო, არა. პუტინის შემდეგ, მაშინ ტრამპისა და სიძინპინის გადაწყვეტილებას მოახსენებენ პუტინს. ასე იქნება. ხო. თუ პუტინი ჩავიდა, მაშინ იმას, ხო და ეხა ნახე როგორი მომენტია, მე რატოღაც გონია რა, რომ უკრაინის თემა როცა დასრულდება, ალბათ თუ კარგად. მე მგონი აი ეს კრემლის თამაშები ცოტა შენელდება და ვისაც მართლა გონება მოეკითხება რუსეთის ფედერაციაში, ის იმედი მაქვს, რომ სტრატეგიულ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მე რატოღაც ამ ფანჯარას ველი მაისის მერე. როცა ეს სამეულის არაპირდაპირი შეხვედრა იქნება რა, რუსები, ამერიკელები და ჩინელები რა. ხო და მე მგონი ერთი ფანჯარა გამოჩნდება მაშინ. ხო, ნახოთ. ეს თუ დაუშვათ იქ კლავ, ესე ვთქვათ, ჰოლდზე დადგა ყველაფერი, ნუ მაშინ ღმერთი სანაბარა ყოფილი. ისედაც და ასედაც, მაგრამ მე მართლა ღმერთი სანაბარა ვიქნები. მოდი ჩვენ ახლა აფხაზეთის რეგიონიდან შუას რო არ წავიდეთ, მე მაინც ამ თემით დავასრულებ.
ხო, მაგრამ მე იმიტომ გითხარი, რომ ჩვენ ეს თუ არ გამოუთავისუფლოთ ველი რუსებთან ერთად, ხო, იქნება კი, მესმის, ოღონდ მე ისევ და ისევ იმას ვრჩები, რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩვენი გარკვეული თანამემამულეების გონებაში რო არის, რომ თქვა რუსეთი დაიშლება და მე აფხაზებს ჩვენ დავიბრუნებთ. ანუ ესე მოხდება, ისე მოხდება, ხალხთან მაინც ვართ შესარიგებლები. იმიტომ რომ თუ არ შერიგდი და თქვა ისე მოახდინე ამ ყველაფრის ესა გაერთიანება, ხო? 10 წელიწადში, 20 წელიწადში იგივე რუსეთის მხრიდან ან სხვა მეზობლის მხრიდან ამ მას შენელებულ ნაღმს ისევ აგვიფეთქებენ. და იქნება პრობლემა და დღევანდელი პარადიგმა, ანუ უბრალოდ მოძველებული ეს პარადიგმა, რომ ეკონომიკური წარმატება დააბრუნებს ამ ხალხს, იმიტომ რომ მათ ჩვენი ყოფა უკეთესია მათ ყოფაზე, ეს არ მუშაობს, ეს არის გადასახედი და იმ მაღალჩინოსნებს, ვისაც გონიათ, რომ ფული შეიძლება თქვათ ყიდვა ვიღაცის, ეგეც არასწორია, მაგრამ შესაძლებელია კარგი და სწორი იდეის მიყიდვა. აი სწორი იდეას თუ მიყიდი და დაანახებ თავის სავალალო მდგომარეობას, ანუ გათქვეფის, ასიმილაციის გარდაუვალობას და შენ საერთო სახელმწიფოში პერსპექტივას, მისი იდენტობისა, რაობა, ვინაობისა, ეს იქნება სწორი იდეის მიყიდვა და ეს უკვე იმუშავებს. და თუ ამას შევძლებთ, მე მგონი ცოტა ხანში, ცოტა ხანს გულისხმობ, რა თქმა უნდა, წლებს, რაღაც გარკვეულ წლებს, მაგრამ აუცილებლად მოვახერხებთ სამშობლოს გაერთიანებას და რეალურ შერიგებას. ასე დავასრულებდი. კი ბატონო, ძალიან კარგი. ნოტზე. კი ბატონო. უერთდები შენ ოპტიმისტურ პათოსს. მე ოპტიმისტი ვარ და იდეალისტიც. ძალიან ვიღაცა ნაკლად მithulis, მე კომპლიმენტია ჩემთვის. ძალიანაც კარგი. ხო. კარგი ლევან, გენაცვალე. აბა დროებით დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, ეს მოუწიფებული იყო ეს თემა, შენგანაც იყო რომ დროა ამაზე ვთქვათ, ჩვენ გარკვეული პერიოდულობით ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ სადღაც მედია სივრცეში ეს თემა სულ უნდა მოსիրებდეს. ჩვენი მხრიდან ამას ვაკეთებთ და მე მგონი ყველაზე კარგი დრო იყო, რომ ამ თემაზე გვესაუბროთ. ჩვენ ამ თემას პერმანენტულად დაუბრუნდებით, არ ვიცი ეს ერთ თვეში იქნება თქვენ ნახევარში უშუალოდ აი ამ აფხაზურ თემას, გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები, ბევრი რამ მაისის თვეში გაირკვევა და ნახოთ მე როგორ იქნება. დიდი მადლობა ლევან, დროებით. დიდი მადლობა წარმატებები შენ და კარგად იყოს საქართველო, ყველანი ჩვენ კარგად ვიყოთ. დიდება საქართველოს, ერთიანს. გაიხარე გენაცვალე. ეცოცხლე.